მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ნებას ყოველკვირეული პოდკასტი, რომელიც სამშაბათობით გავახოლმე ჩვენს Facebook გვერდზე და დიდი ვერსია ამ პოდკასტის გავახოლმე ჩვენს YouTube არხზე, ამიტომ ყურადღებით თვალი მიადევნეთ ჩვენს Facebook და YouTube არხს და ძალიან ბევრ მაგარ და ძალიან ბევრ კარგ სამოტივაციო ვიდეოს ნახავთ. დღეს კი მინდა წარვადგინო ჩვენი სტუმარი, რომელთან პოდკასტის ჩაწერას კი არა. საერთოდ არ მეგონა ეს ადამიანი თუ ცხოვრებაში დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ მე რო გავიცანი, ფაქტიურად იყო, ასე ვთქვათ, ნახევრად მკვდარი. ფერით, ლაპარაკით, ფიზიკურად და ერთი რამე რაც საკეთებდა, ყველას ლანძღავდა. გამარჯობა ნინო. გამარჯობა ნიკა. როგორ ხარ? ძალიან დიდი ტრანსფორმაციაა და მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს უნდა რომ ესე რაღაცები იწამოს, ღმერთი იწამოს, უფალი იწამოს, იესო ქრისტე, ეს არის ჩემი აზრით აღდგომაა რა, მოკლედ შენი თავიდან დაბადება მოხდა. მოდი არ ვანახებ მაყურებელს თორე გადაღებული მაქვს ის ვიდეო. არავითარ შემთხვევაში. მოდი დავივიწყოთ ის ვიდეო და მოდი დავიწყოთ იქიდან რა არის შენთვის ნება. ნება ჩემთვის არის იმ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, რომელიც მართლა არ მახსოვს, როცა გაგიცანი, მაშინ ეს კომპულსიურად ვილანძღებოდი საერთოდ მიზეზის გარეშე. ნება ჩემთვის არის მაშველი რგოლი, რომელმაც ამომიყვანა ჭაობიდან. აბსოლუტურად დავიწყებული მქონდა ყველანაირი დავიწყებული არა, უბრალოდ ინსტინქტების დონეზე ვცხოვრობდი უკვე. ყველანაირი ადამიანური საქციელი აზროვნებითაც აღარ ვაზროვნებდი. აღარაფერს ვიტყვი უკვე იმაზე, რომ რა განათლებაც მიმიღია, რაც წამიკითხავს და ეს არ გრძელდებოდა 1 და 2 წელი, ეს ათეულ წლებით მიღებული განათლება იყო. აბსოლუტურად ამოშლილი მეგონა ჩემი თავიდან. რომ მოვედი წიგნი რომ გადავშალე, საერთოდ კითხვის უნარი მქონდა, ნიკა დავიწყებული. ნინო, შენ რომელ იმაშიც იწექი, რა ვქია, კლინიკაში იწექი, საიდანაც მოხვედი. იმათ რომ ისინი რომ ამ ვიდეოს ნახავენ. არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელით და გვარით თუ იწყვიან, თორე არ ამგონია მიცნოს ვინმე. სახელი და გვარი იყავი მარზე დარჩენილი. ეგეც აღარ ვიყავი, იმიტომ რომ გარშემო ჩემი ნათესავები უკვე გვარიც აღარ მქონდა, ყველას ხელი მქონდა ჩაქნეული. გარდა მაყურებელმაც იცის და ჩემს უკან კამერის უკან სანდრიკაც ზის და სანდრიკამაც იცის ეს ამბავი. სანდროსაც ბევრი აუტანია ჩემს. მე არ მიყვარს დრამატიზირება ნარკომანიის, არც ერთი დამოკიდებულების დრამატიზირება არ მიყვარს, რომ იციან ხოლმე, რომ განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებშია ხოლმე ეს, რომ მე დავამარცხე და აუტაში დამიკარეთ. არა. მაგრამ მართლა ღმერთო დიდება შენ, რომ ამ ადამიანს ველაპარაკები მართლა. ოღონდ დღეს ალბათ ვილაპარაკებ ჩვენს ტკივილებზეც, შენს დაცემაზე ვილაპარაკებით, ბოლომდე დამსხვრევაზე, როგორ დაიმსხვერი. მოდი დავიწყოთ იქიდან, როგორ დაიწყო შენი დამსხვრევა. მოხმარებაში. იცი რატომ მინდა ეს, რომ ვინმე აღარ გაბედოს და არ წაუწდეს ხელი და ნათელ მაგალითი დაგინახოს, რომ როგორ შეიძლება მოკვდეს ადამიანი
როგორც სულიერად ისე ფიზიკურად და ისე ავტორიტეტულად, რაც შენ დაგემართა. პატივს გცემდნენ ადამიანები. კი ბატონო. გარშემო და ამ ადამიანების პირველ რიგში ამ ადამიანების პატივისცემა კი არა, საერთოდ გაკარება აღარ უნდა. აზრს კითხულობდნენ, ზოგი ოჯახის წევრი ჩივილით მოდიოდა, რომ რაღაცა აი ამ დროს რა დავლიო, ანუ ეგეთიც ყოფილა რა. მოდი დავიწყოთ განათლებით ექიმი ვარ. უბრალოდ აღარ ვთვლი თავს, მაგრამ ეხლა უკვე წამოვა ეგ ამბავი. მოდი რო არ გადავუხვიოთ თემიდან, მოდი დავიწყოთ იქიდან, როგორ მოხდა შენი დაცემა. იცი რა არის, თავიდან მოხმარების დაწყებას გულისხმობ? აი ესე უზრუნველი ცხოვრება რო ქონდა. კი, ქონდა უზრუნველი ცხოვრება. მყავდა ძალიან მზრუნველი და წარმატებული ძმა. მყავდა მამა, რომელიც მანქანაზე მიცვლი და სითბოს გამოხატვა არ იცოდა და ეს სითბო იყო, რომ მატერიალურად ყველა ეგონა, რომ მაგით ახერხებდა, რომ სითბოს გამოეხატა. ძალიან ბევრი ფული ქონდა, ხო? ხო, მამას კი წარმატებული ექიმი იყო, მთავარი ექიმი იყო მამამ. ჩემო ძმამ გიმო დაამთავრა მოსკოვში და მოხდა ისე, რომ აი ბავშვობიდან აი ხომ არის, რომ ძმა ყველას უყვარს და და ყველას უყვარს, მაგრამ რაღაცნაირად ამ განსაკუთრებული ურთიერთობა. არა, მე ვიყავი 8 წლით პატარა. და მთელი ჩემი სამყარო ეს ჩემი ძმა იყო, მით უმეტეს, რომ დედა 7 წლიდან დაიწყო ავადმყოფობა და 12 წლამდე დედა ფაქტურად არ მახსოვს ძალიან მცირე. მოკლედ 2001 წელს, როდესაც მე ინსტიტუტში ვსწავლობდი სამედიცინო უნივერსიტეტში, ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული. უჩი დავამთავრე, მოკლეს ჩემი ძმა. თავიდან იცი რა არის, პირველი წელი ესე არ მახსოვს სიმართლე რომ გითხრა, ჟურნალისტებს დავსწევდი გისლათით, რომ ანუ რაღაცას დაწერდნენ. ხო, მჟავა. მესმის ავჭრით ამ ინტერვიუს რო იცოდე, მოდი შენ მოხმარებაში ვინ შეგიყვანა? მოხმარებაში გავთხოვდი, გათხოვილი ვიყავი. არა, მეორედ გავთხოვდი, მოკლედ საკმაოდ ისეთი ნორმალური ოჯახი შევქმნით. მამა ჩემი იძახდა კიდეც სუფრაზე, რომ მიხარია უკვე 24 წლის არისო და პირველად რაღაცა ასაკით შეცდომა მოვიდაო და უკვე მყარ ოჯახს შექმნისო. იცი რა არის, ანუ მე ეხლა უკვე ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ აი ეს მოხმარების აი ჩადებული იყო აი ბავშვობის ტრამვებში, ეს სადღაც მაინც გამოჩნდებოდა. ჩემი ძმის გარდაცვალებიდან სადღაც 3-4 წელიწადში მანამდე ეს ინერცია გამყვა, ჟილკა გამყვა, სანამ გაბიაზრებდი რა მოხდა. ხო, რას ლაპარაკობ? მებრძოლი რომელია? ეს დავამთავრე სამკურნალო ფაკულტეტი, გადავედი ფსიქიატრიაში, დავიწყე უმცროსი ექიმობა და ამ დროს მე არ მიყვარს დაბრალება. ძალიან, აი მართლა რომ სულ ქმარმა დასვას, რას ნიშნავს, რომ ვინმე დაგსვა. არ დავუბილავ არავის, მაგრამ უბრალოდ იმ დროს ისე იყო, რომ მე იმხელა რიდი მქონდა, იქ ჩემი ძმის მეგობრების, იქ მამასი, იქ რძლის, რომ გამორიცხული იყო, თუ ქმარი არ ერქმეოდა, შეხედე როგორი ფსიქოლოგია, ანუ როდესაც გათხოვილი ხარ, ქალებში ნამდვილად ესია, შენი პატრონი, შენი უფროსი არის ქმარი, ესეც შეგრძნებაა. ანუ ქმარი თუ გთავაზობს, შიში, რიდი, სხვების აღარ გაქვს. თითქოს მართლა ეს შეგრძნება იყო. გთავაზობდა ქონ. შორდებოდი რაღაცა
პირველ მეუღლეს მე მაგიტო დავშორდი. ნარკოტიკს მოიხმარდა? მოიხმარდა ხო, ხო. არა რასწორ დაჟე და მეორე ხსენებენ კიდეც მისი მეგობრები, რომ რამდენჯერ ერთხელ სამზარეულოში შეუსწარი, აუკარი კამპოტებს მეცროდის 3 ლიტრიანებს. აი უბრალოდ რო იცვლებოდა ადამიანი. ნამდვილად. ხო და აი არ ვიცი რა, ალბათ ნელა ეს ბავშვობის ის წუხილი, მერე ჩემი ძმა, მერე ეს ინერცია გამიჩერდა და ამ დროს ვიმეორებ, არავის არ დაუბივარ და არ დაუძალებია, მაგრამ საერთოდ არც არასოდეს მომაფიქრდებოდა ცხოვრებაში. კაი, უყურე მე ესეთი კონცეფცია შევადგინე ამ პოდკასტის თავიდან და ბოლოდან ის მინდა რომ დაგისვა შეკითხვები. ანუ აი ახლა აქ რო ზიხარ, ეს რა არის შენთვის? როგორ გიცხრა, ბოლო შანსი. ოღონდ აი ახლა რა შევით ჩვენ? წვავთ ხიდებს? რა თქმა უნდა, ხიდის დაცვა. და ვიბრუნებთ, ანუ იმ ღირებულებებს, რაც დაკარგეთ, დავიწყოთ დაბრუნება. დავიწყოთ დაბრუნება. პირველი რას დაიბრუნებთ? ხალხის პარტიისცემა. ცოტა პირობითია. არა, მქონდა საკმაოდ ახალ. ვის დაიბრუნებთ პირველი? შვილს ან მიშვილებს. ანზე არ ვთქვათ. არა, ორივე ერთნაირად. თუ დაბრუნება ყველა დავიბრუნებთ. უბრალოდ ძალიან გული დავწყვიტე ჩემ ძმისშვილებს, რომლებიც მამა რომ გარდაიცვალა 3 წლის წინ, აი ისე დამიდგნენ, ჩემ რო დაიბადნენ მე ვიყავი 10 წლის ერთზე, 11 წლის მეორეზე. მე ვაძინებდი, ნუ რასაც დამავალებდნენ შვილებივით მიყვარს. აი როგორ გითხრა რა, ალბათ ჩემი ძმის სიყვარული გადავიტანე მათზე. გვერდში დამიდგენ, გამიშვეს ისრაელში ერთ თვიან რეაბილიტაციები აქვს შენ მოვიდა. არა. მაინც შეკითხვას გაეკეთე. ვის დაიბრუნებდი პირველი? და რას დაიბრუნებდი? რა გტკივა? ოჯახი. მარტო დავჭი. ისე მარტო დავჭი, რომ აი არ ვიცი რა, აქ ხო დღეები მაქვს ხოლმე, რომ ხოლმე თავიდან რომ მოვედი, სულ მძიმედ ვიყავი, მე რომ მეუბნებოდნენ გადავა მეორე თვეზე, აი არსებობა მტკივა თქო, ჩვენს დირექტორს ვეუბნებოდი, რას ნიშნავდა ეგ მეგონარობა? ეხლა ოჯახი მტკივა. მე ფაქტია რა, ვინც კი ბატონო, დამფუძნებელმაც მითხრა, ისე გული ამიჩუყდა, რომ სულ მარტო ვარ თაზო, მივედი და ლაპარაკობდი და ისე მითხრა, რომ არ ხარ მარტო, ჩვენ აქ ერთი ოჯახი ვართო და იყო მაგლაპარაკის შემდეგ ერთ კვირაში რაღაცა ისეთი პრობლემა რა, რომ ჩემს ნათესავთან, რომელიც ძალიან მიდგას გარედან გვერდში, რაღაცა მერიდებოდა და არეკვა თუ რაღაც ისეთი რჩევით მომართა, თან თავის ბავშვილი მანახა ახალდაბადებული და ანუ მართლა უგრძნობ, აქ არის ერთი დიდი ოჯახი. უბრალოდ აი ცოტა რაღაცა შიში მაქვს, რო გავალ რა იქნება. მე აღარ მახსოვს როგორ უნდა ცხოვრება. მით უმეტეს რაც მახსოვს, ეს არ იყო დამოუკიდებელი, ეს იყო მამაჩემით შექმნილი ცხოვრება. ცოტა მაგის შიში მაქვს. აქ ადვილია უკვე ამ დონემდე მოსული და უკვე გამაცოცხლეს და ეხლა ადვილია აქ ცხოვრება. დამოუკიდებლად ეხლა რეაბილიტაციაზე, მაინც აი ბრძოლა არ გიწევს, შემორიგებას არ ელოდები შენი საყვარელი ადამიანების, ჯერ ისე ხარ, რომ დინებას მიყვები, იცი რომ უნდა
გააკეთო ის, რასაც გეტყვიან, იმიტომ რომ უამრავი მაგალითი გაქვს. შეეჩვიე წესრიგს. ეგ იყო მთავარი, ეგ იყო ჩემი მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ არასოდეს არ მიცხოვრია, ბოლო 17 წელში მე ფაქტიურად თვენახევარი 3 წლის წინ გავწერე ქვიცე. ეს არის რეკორდი 3. ვის დაიბრუნე პირველად? დაურეკავ ჩემს შვილებს. შვილებს? შვილები ცოტა რთული თემაა. რატო რთული? ალბათ შეცდომები ხო ყველას მოდის ცხოვრებაში. რა იმათი იმედი უფრო მაქვს, რომ შეხედავენ, რომ ანუ იმ ადამიანებს ვერხარც წარმომიდგენია თავი, რაც შენ გაიცანი რა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ნამდვილი სახე, ეს ხა ყველა მიცის, რომ ცენტრმა დაგანახა, ანუ როგორი იყავი და როგორი ხარ. ხას ლაპარაკობ, ეგ დამანახა, თუ დამანახა. ანუ ის ნინო როგორი იყო, გამახსენა. ანუ ფიქრის უნარიც არ მქონდა. ხო არის რომ აი ადამიანი კაი სულ ფიქრობ ესე ბოლო აი რო დაწვევი ძილის წინ ეგრევე ხო არ გეძინება რა რაღაცა წამები არ ვფიქრობ მიგაცლები გარდამავალი წამიაოდო ჩანაშულ საქმეთკომი როცა იცი საკუთარი თავი ხო კი ბატონო მაგრამ ამაში არ არის ამაში არ არის არსი მთელი არსი იმაშია რომ საერთოდ ფიქრის უნარი არ აი როგორ გითხრა უნარი რო არ გაქვს ნიშნავს იმას რომ გინდა და უნარი არ გაქვს. აი ეს პოდკასტის ესე მიდის რა ის სუარეულდარეულად რა როგორიც ხარ ანუ ვერ მოეკეცი ჯერ ფაბულაში იმაში დინამიკას არ ღვევ რიტმიკას არ ღვევ მაგრამ ანუ სამი თვე მინდა გითხრათ ძირფასო მაყურებლებო რომ დაარღვიოს ჯობია ეხლა დაარღვიოს ვიდრე იქ დაბრუნდეს სადაც იყო იქ ღმერთიც აღარ მიგიღებს ეგეთი რომ დაბრუნდა იმიტომ რომ ამ ხელა შანსი მოგცა არა ვიცი თან ზუსტად ვიცი რომ ბოლო შანსი მე რო გავიგე ნინო მითხრა 5 დღის წინ რომ ნინოს უნდა ნინო ბუბუტეიშვილს უნდა ჩაწერო მივხვდი რომ ანუ ბევრი ინტერვიუ გამიკეთებია ბევრი ვიდეო გადამიღია მაგრამ ეს არის აი არ ვიცი ან ჩემი ფსკერი იქნება ან რაღაცა სხვა საყვაროში გადავა იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობ მე თვითონაც ხო იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ ეხლაც არ ახარ ბოლომდე გამოსული და კიდე 3 თვის შემდეგ როგორი პროგრესი იქნება კაცმა არ იცის და ჯერა რომ ღმერთმა თუ ერთხელ მოკიდა ხელი რაღაცას ბოლომდე აკეთებ ჩვენ ადამიანებისგან განსხვავებით და მინდოდა ეს პოდკასტი გამეკეთებინა იმიტომ რომ გამოგეთქვა ის ბოლომდე რა სათქმელიც ქონდა და ეს სათქმელი რო გაკეთე უკვე კაი არა სათქმელი რომ მაგ უკვე კაია და რომ ვახერხებ რომ ვიყავ კიდე მეორე ხო და მე მინდა რომ ბედნიერი იყო ნინო და ცენტრი ყოველთვის გვერდში დაგიდგება კი ნამდვილად ნინო თაზო სანდრიკა ძალიან მე ესეთი ერთობა მე მართლა ოჯახში საკუთარ ოჯახში თუმცა ის რომ სანამ ოჯახის სახით ცხოვრობდი ცოტა არეული დრო იყო და ნამდვილად ესეთი ერთობა აქ რაც არის და როგორც არის ანუ ყველაფერი ზომით არის აი იქ სადღაც წასვლა გუდაუში ვაპირებთ მაგრამ ჯგუფებით ანუ ყველაფერი არის თავის ადგილას რა არაფერი გადაწყვეტვა არ არის ხო შენ ცენტრში ხარ და შენ ეხლა მე რა შეკითხვებსაც გისვევდი მივხვდი რომ იქ ჯერ არ ფიქრობ მაგ ამბავზე გარეთ ამბავზე და მინდა რომ იყო დარჩე ცენტრში შენი ფიქრებიც დარჩეს ცენტრში და იფიქრო სრულიად გამოჯამთილებაზე და მე ღმერთი იმ გზასაც დაგანახებს რომელიც აუცილებლად ბედნიერებით სავსე იქნება
იმედია ნიკა მე სპეციალურად არ ვფიქრობ წინასწარ ახლა ანუ რომ გავალ რას ვიზავ იმიტომ რომ მე ნამდვილად ვიცი რომ შემეცვლება შინაგანი მდგომარეობა ახლა ჯერ 3 თვე არ არის 17-ში ხდება და თუ კი ესეთი ნახტომი მარტო გარეგანზე არ არის და მეტყველებაზე თვით შეგრძნება ახლა არ ვიცი გზნობ თუ არა როგორ არ დამიბრუნდა ისე დამიბრუნდა რომ აბსოლუტურად აღარ მახსოვდა ეს რა იყო ცხოველი რომ ინსტინქტების დონეზე ცხოვრობს მე ბოლო წლები ეგრე ვცხოვრობ ალბათ ნინოს ვიცნობთ და ბოლოს დაცემული ნახეთ მინდა გითხრათ რომ მეგობრებო ნინო ნელ-ნელა ფეხზე დგება და ჩვენ არ გავაკეთებთ რეკლამას არ ვიტყვით რომ ეს ნებას დამსახურებაა ჩვენ ვიტყვით რომ ეს არის ღმერთის დამსახურება ну ღმერთს მიყავ ხარ იქ სადაც საჭიროა რომ იყო საჭირო ადგილას მე ესე ვიტყვი და დიდი მადლობა ნინო ძალიან გულწრფელი იყავი და იმ დროშიც აი ეს ნახევრად გარდაცვლილი რო იყავი მაშინაც კი გულწრფელი იყავი მინდა გითხრა შენი გწევით მადლობა დიდი მადლობა სანდროს მადლობა ნებას მადლობა ნინოს და დიდება უფალს რომ ესეთი კარგი საქმეები ხდება